გამარჯობათ, მე ვარ ოგანეს მათევოსიანი, მუშაობ კუზანოვების კლინიკაში და დღეს ვისაუბრებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ანესთეზიის შესახებ. ქირურგი ზრუნავს ოპერაციის ტექნიკურ შესრულებაზე, ხოლო ანესთეზიოლოგი მთელი პროცედურის განმავლობაში აკონტროლებს თქვენ უსაფრთხოებას. ჩვენ ვაკვირდებით სუნთქვის პარამეტრებს, გულის მუშაობას, არტერიულ წნევას, ჟანგბადის დონის და მუდმივად მართავთ ანესთეზიის სიღრმეს, რათა ოპერაცია მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს თქვენთვის. ანესთეზიის მეთოდი დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე, ოპერაციის ხანგრძლივობაზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ბევრ სხვა ფაქტორებზე. სწორედ ამიტომ თითოეული შემთხვევა წინასწარ ფასდება ჩვენს მიერ და ანესთეზიის გეგმა ინდივიდუალურად დგება. ეს მდგომარეობა სრულიად ბუნებრივია. წინა საოპერაციო შეხვედრის დროს ჩვენ ვაფასებთ თქვენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, აგრეთვე ყურადღებას ვაქცევთ თქვენი ემოციურ განწყობაზე. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ მედიკამენტებს, რომ აი შფოთვის შეგრძნება შევამციროთ. ჩვენთვის ანესთეზიოლოგებისთვის მთავარია ის, რომ თქვენ იგრძნოთ თქვენი თავი მშვიდად და დაცულად. მენსტრუაცია თავისთავად არ წარმოადგენს ანესთეზიისთვის წინააღმდეგ ჩვენებას, თუმცა პლასტიკური ოპერაცია ეს არის გეგმიური ოპერაცია და შესაბამისად პაციენტისთვის მეტი კომფორტისთვის და რისკების შემცირების მიზნით უმჯობესია ჩატარდეს ციკლის ნებისმიერ სხვა პერიოდში. დიახ, ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში იცვლება. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი ალერგიული ფონი ან ნებისმიერი სხვა ფაქტორი. ამიტომ ყოველი ახალი ოპერაციის წინ ანესთეზიოლოგი თავიდან აფასებს თქვენ მდგომარეობას, რათა შეარჩიოს თქვენთვის ყველაზე უსაფრთხო და თქვენზე მორგებული ანესთეზიის გეგმა. დიახ, აუცილებლად ანესთეზიოლოგისათვის მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობისა და ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა ნებისმიერი სხვა პროცედურების შესახებ. ამის ცოდნა ჩვენ გვეხმარება შევაფასოთ სწორად შესაძლო რისკები და ვიზრუნოთ თქვენ უსაფრთხოებაზე.